ევროპა-კავკასია აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განსახილველად თბილისში რეგიონული შეხვედრა იმართება, რომელზეც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო კავშირის დაგეგმვასა და განვითარებაზე მსჯელობენ. ევროკავშირის პროექტის სამთვიან განხილვაში ევროპისა და აზიის 8 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გადაწყვეტილია თბილისში აშენდეს ტერმინალი, არის მეორე თემა ესაზღვრება ახალი მარშრუტების დაგეგმარების და არის მესამე შეძახიან ბლოკ მატარებას ხოთი ბაქო. კორიდორის განვითარება და სატრანსპორტო კორიდორის ევროპასა და ცენტრალურ აზიის მიმართულებით. ამისთვის ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს აგრეთვე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. დღეს იქნება განხილული ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ამ კორიდორში და საზღვაო მაგისტრალების უფრო ეფექტური გამოყენება. The role of this meeting is შეხვედრის მიზანი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნის გაუმჯობესება. მათ შორის არის შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო პროექტები, რომელთა შეხვედრას ტრასეკას წარმომადგენელი ქვეყნების უმრავლესობა ესწრება.